ქრისტე აღდგა. ერთმა დააგროვოს, დაგახარო. დაგაძლიეროთ და აღდგომის მადლი ყოფილიყოს თითოეულ თქვენგანზე და თქვენს ოჯახებზე და სრულიად საქართველოში. დღეს როგორც ჩვენ მას ელჩი მეძახით არის ურწმუნო თომას კვირა. ნეტა ჩვენ ვიყოთ ყველა ესეთი მორწმუნეები, თომა მოციქულიო. მაგრამ რატომ დაერქვა ურწმუნო თომას კვირა? აი ვის დღევანდელ სახარებას უსმენდა ყურადღებით. და მე თქვენ გირჩევთ, რომ განსაკუთრებით პირველზე რო იკითხება სახარება, მოусმინოთ ყურადღებით. იმიტომ რომ ის სახარება განასახიერებს იმ დღეს აუცილებლად რაღაცას. დედა ეკლესიამ შემთხვევით კი არ წამაკითხა მე დღეს სახარების ის მონაკვეთი. შემთხვევით კი არ არის რაიმე დადგენილი ეკლესიაში. ყველაფერი ეს დადგენილია წმინდა მამების მიერ სწორად და ისე დალაგებულად, რომ ადამიანი აღდგომიდან აღდგომამდე სულიერად გაიზარდოს. პირველი ვისგანი თხოვს აღდგომის შემდგომ კვირას მაცხოვარი, უფალი ჩვენ იესო ქრისტე, მოციქულებისგან თხოვს სარწმუნოებას. და სწორედ ამიტომ დღევანდელი საკითხავი სახარებისა იყო თომას შესახებ. და რას მოგვითხრობთ დღევანდელი სახარება? დახშულ კარებში იყვნენ მოციქულები. რატო იყვნენ დახშულ კარებში? იმიტომ რომ ეშინოდა მათი მოძღვარი ჯვარსაცვეს. უიმედობა ზოგიერთმა ნახა, ლუკამ და კლეოპამ ნახეს, პეტრეს გამოეცხადა, მარიამ მაგდალენამ ნახა, მაგრამ ყველას არ უნახია ფიზიკურად მკვდრეთით ხორცით აღდგარი მაცხოვარი. და არის რაღაც განსაკუთრებული გარკვეული უიმედობაც და ამავდროულად მოლოდინი იმისა, რომ მაცხოვარი ისევ აღდგომილი მაცხოვარი მოვა და დაენახება მათ და განსაკუთრებულ რჩევად არიგებას მისცემს მათ. და სწორედ დღევანდელი კვირაც ამასთან არის დაკავშირებული, რომ კარები დაკეტილი ჰქონდათ მოციქულებს, 11 მოციქულია შეკრებილი. რატომ ჰქონდათ კარები დახშული? იმიტომ რომ მათ დევნიდნენ. ქრისტე ჯვარსაცვეს და ქრისტეს მიმდევრებს დევნიდნენ. ამიტომ ყოველი შემთხვევით მათ კარი დახშული ჰქონდათ და ამ დროს დახშულ კარებში შემოდის მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი. ეს ვასწავლის ჩვენ იმას, რომ თითოეული ჩვენგანი მეორედ მოსვლის შემდგომ, მკვდრეთით აღდგომის შემდგომ, ვინც გასხივოსნდება, ვინც შეიკრება სასუფეულის ღირსი, ყველა მსგავს მდგომარეობაში იქნება. დაახლოებით ეთერეული იქნება მათი სხეული და აი მსგავსი რაღაცები დახშულ კარებში შესვლა შესაძლებელი იქნება ყველა ჩვენგანისთვის და ეხლა მე თქვენ გეტყვით, რომ არც ერთი არ ეცადოთ, რომ ჯერ თქვენ გააკეთოთ. ამაზე არ იფიქროთ, უბრალოდ მე გეუბნებით ის, რაც საეკლესიო სწავლებაა. შემოდის მაცხოვარი და ეუბნება შვიდობა თქვენთან. ყველაზე კარგი სიტყვა, რაც შეიძლება ჩვენ ერთმანეთს უთხრათ, მაცხოვარმა სახარების მიხედვით გვაკურთხა, ეს არის რა? შვიდობა თქვენთან. შვიდობა უნდა უსურვოთ ერთმანეთს. შვიდობაში მოიგულისხმება არა მარტო ის, რომ რაკეტები არ ცვივა და სამხედრო თვითმფრინავები და ტანკები არ დარბიან. სულიერი მშვიდობა იგულისხმება ამაში და მაცხოვარმა პირველად რო შემოვიდა, დაენახა და მშვიდობა, ანუ მშვიდობა დაამყარა მყისიერად მოციქულთა შორის და შემდგომ ეუბნება სხვა რამეს. რას ეუბნება? მიიღეთ სული წმინდა. სულთმოფენობა იქნება კიდევ, სულთმოფენობის დღესასწაული გვექნება, მაგრამ ის სულთმოფენობა არის მთელი კაცობრიობისთვის. როგორც იოველ წინასწარმეტყველი ამბობდა თავის საწინასწარმეტყველო წიგნში, ასეთ სიტყვებს და მიუფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ხორცსა ზედა. ანუ იოველი წინასწარმეტყველებს ქრისტეს განკაცებამდე, რომ მესია რომ მოვა, მის მიერ სულიწმინდა შთაბერილი იქნება არა მარტო ებრაელებზე, არამედ ყოველ ხორციელზე დედამიწის სულზე. მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ კერძო შემთხვევაში, მაცხოვარი სულიწმინდას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ მოციქულებს. და რას ეუბნება? შემდეგი სიტყვები, ვისაც შეკრავთ კრულიყოს, ვისაც გახსნით ხსნილიყოს. რას ნიშნავს ეს?
მოციქულებს მისცა შექმნისა და გახსნის უფლება. მაგრამ მოციქულებს რომ მისცა მოციქულების გარდაცვალების შემდგომ ეს შექმნისა და გახსნის უფლება კი არ აღიხოცა, არამედ მოციქულებმა გადასცემ შემდეგ ეპისკოპოსებს და ხუცესებს და მღვდლებს და დღეს ჩვენ გვაქვს შექმნისა და გახსნის უფლება, მაგრამ მიმტევებელი არ ვართ ჩვენ. არც პატრიარქი, არც მღვდელმთავარი, არც მღვდელი, მიმტევებელია უფალი. ნახეთ, სანამ ეტყვის ვისაც შეკრავთ სულიყოს და ვისაც გახსნით ხსნილიყოს, მანამდე ეუბნება მიიღეთ სულიწმინდა. სულიწმინდაც ხომ მერტია, როგორც მამა აღმერთის სამების, ასევე ათზე, ასევე სულიწმინდა. ანუ მისცა ის მადლი, რომელსაც ხელ ეწიფება მიჰმადოს ადამიანებს სოდვათა მიტევება. ამის შემდგომ თომას ეუბნება იცის მაცხოვარმა გულთამხილიონა რომ თომა მასმანამდე ხონდა რა თქვა რომ არასადამ რწმენეს ვიდრე არა ვიხილავ და სანამ თითებს არ დავადებ მის ჭრილობებზე. და თომა მოციქულს ეუბნება მოდი აგერო და აჩვენებს ხელებს და გვერდს სადაც მას სამსჭვალით მიამსჭვალეს და სადაც უგმირეს მაცხოვარს და ნუ იყოფინ ურწმუნო არამედ რწმენი. ნახეთ რა ხელა სიტყვებია ურწმუნოება გუმავს კაცობრიობას და თითოეულ ადამიანს უყვავს ურწმუნოება. არამედ რწმენინო, არამედ წამდესო მაცხოვარი პრობლემა და ურწმუნე ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. და შემდგომ რას ეუბნება რომ ნეტარ ხარ შენ ვარიონა, რამე თუ მიხილე და წამს. ანუ სულ სხვა არის ჩემო კარგებო, როდესაც რაღაცას ნახავ და სულ სხვა მონახშობი. და შენო ნეტარი ხარო, იმიტომ რომ მე მიხილეო, თქვენი თავმგარი, ხორცი თავმგარი, მაცხოვარი მიხილე, მაგრამ შენზე უფრო დიდი ნეტარი იქნება ეს ადამიანი, ვისაც არა უხილავდნენ და რწმენეს შემიძლია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოჩენილ 12 მოციქულზე მათ შორის თომაზე უფრო დიდი მადლი მოგცა ჩვენ. რა კუთხით? იმით რომ მას იმიტომ რწმენა რომ ნახა, მაგრამ ვისაც არ გვინახავს მაცხოვარი და ისე რწმენა, თომა მოციქულზე უფრო დიდ ნეტარებაში შეიძლება ვიყოთ ჩვენ. თქვენ წარმოიდგინეთ როგორი მოწყალეა უფალი, როგორი გულთამხილავია რომ შეიძლება კიდევ დაიბადოს თომაზე უკეთესი ადამიანი, თომაზე მორწმუნე, თომაზე სუფთა, თომაზე წესიერი. მიუხედავად იმისა, რომ თომას ისტორიას რო გადავხედავ ჩვენ თომა მოციქულისას, გადაგებდა შემდგომ აღმოსავლეთში, ჯერ მოგვებთან გადაგებდა სპარსეთში, შემდეგ ჩადის ინდოეთში. ინდოეთში გადაგებს თავისი ცხოვრება სანამ ცოცხალი იყო და 62-63 წლებში ის სიკვდილით დასაჯეს ინდოეთში და მისი წმინდა თავის ქალაქ თბილისში რომ ჩვენთან იმყოფება საქართველოში სიონის საკათედრო ტაძარში. ასე რომ თქვენ ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგო ადამიანებო, უფალმა იესო ქრისტემ დღევანდელი სახარების სიტყვებით მოგცათ იმის უფლება რომ თვით 12 მოციქულზე უფრო ნეტარიც კი იყოთ იმ შემთხვევაში თუ ჭეშმარიტად ირწმუნებთ და ჭეშმარიტად იმგზებით ვივლით, რა გზებითაც მაცხოვარმა გვიანდერძა რომ გვეულო და გვეკეთებინა ჩვენი მადიანი საქმეები. მერთმა დააგლოს, მერთმა გადახაროთ, მერთმა სიკეთე და სიხარული მოგცეთ და თომა მოციქულს გარდა ემართოს ნებისმიერი თქვენგანი სარწმუნოება და ნებისმიერი თქვენგანის სასყიდელი სათავშინა. მერთმა დააგლოცოთ, გადახაროთ და გადაგიოთ. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ჩვეულებრივ შაბათს და სამშაბათს მიცვალებულთა ხსენება, იცი, სამშაბათს მიცვალებულთა მსახურება იქნება წირვით, ხუთშაბათს წირვა იქნება, შაბათს და ჩვეულებრივ წირვა იქნება. მერთმა დააგლოცოთ, გადახაროთ და გადაგაზიაროთ. ქრისტე აღდგა!